ეს ვარ ძულ? მე გადავება ეს ხალხი. როგორც ყოველთვის, ყველა თავისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე. ვაფუქსავა რა, ეს გონა ღია და შემომაყრა ცხელი ისე. აი ასეთ დონეზე არის ქართული მოტოკულტურა. კამერა ჩართულია, action, motor, წავედით. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს 29 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ბოლო გასვლა არის ჩემი ბაიკით. ძალიან ცივა, არ ვიცი კამერა რამდენ ხანს გაკაჩავს. ხშირად გაითიშება და ამ ეპიზოდის მონტაჟზე ძალიან ვიწვალებ, ვიცი. ეს წელი მიიწურა და უცბად რომ თვალი გადავავლოთ ამ წელს. ჩემთვის პირადად ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი და ძალიან კარგი წელი იყო. არასდროს არ დამავიწყდება. აგრეთვე თქვენი აზრით დააფიქსირეთ კომენტარებში, თქვენთვის როგორი იყო. შევქმენი YouTube არხი. გვეცადე ჩემი თვალით თქვენთვისაც მეჩვენებინა თუ როგორია მოტოსამყარო და ვცდილობდი ყველა ვიდეო ისეთი გარკვეული თემის ირგვლივ შემექმნა, რომ არ ყოფილიყო ერთფეროვანი და უინტერესო. თუ როგორ გამოვიდა, ეგ უკვე თქვენ შეაფასეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რამოდენიმე ივენთი ტარდება. ერთ-ერთია Street Riders Club Georgia, თუ არ ვცდები. და ანონსეს ერთგვარი მოტოსეზონის დახურვა მსვლელობა ქალაქში და იუსტიციის პარკინგზე იკრიბებიან და იქ ვაპირებთ შევლას. შევხედავთ როგორი სიტუაციაა რა, როგორ ცოტა ხანი გავჩერდებით და შემდეგ ჩვენი ბანდა ცალკე შევიკრიბებით, ასე რომ ვთქვათ. აგრეთვე ამ ყველაფრის პარალელურად მეორე ივენთიც არის. კლუბი ინვექტუსი ატარებს, ისინი ცალკე იკრიბებიან, მსვლელობა აქვთ, ბავშვთა სახლში მიდიან და მივესალმები, რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ჩემგან პატივისცემა თქვენ. იუსტიციასთანაც მოვედით. იმედია არ დავაგვიანეთ ძალიან. კაცი შვილი არ არის. ეს ვარ ძულ? მე გადავება ეს ხალხი. ვა, ახალი მაყუჩი. რას მოხსენი აღიარი ახლა მასკვიჩს თუ ადინაცაც? აიც მოხსენი ნუ. რა არის ბიჭოს? აბა. გამართი. გავაბაზლოთ რომ იუსტიციასთან საჩუქრებს არიდებენ ბაიკებისთვის, რომ ისინი უხარხის იუსტიციანი. უნა წამოგებო თუ დამოწმის შეგიტაგო. გაიდია. პატრულის ეკიპაჟი გავაფრთხილეთ, რომ ორგანიზებული მსვლელობა იქნება, უფლება მოგცეს ამაზე, ახლა სხვებსაც აუხსნიან რა როგორ და ერთად დავიძრებით და ესეთ სიმბოლურ წრეს დავარტყავთ ქალაქს. იმედია უფრო ორგანიზებულად ვივლით. ნუ როგორც ხდება, ერთად ბევრი ქართველი უდრის აურზაურს. 12 seconds later. უნდა წავსულიყავით ზემოთ და გზა შეეშალათ. როგორც ყოველთვის, ყველა თავისთვის, ვისაც როგორ უნდა ისე.
არა და წეხან აუხსნეს ყველას გასაგებად რომ ერთად ლამაზად წყნარად კი იქნებდნენ თავს და ახლა სრული საგიჟეთი ზოგი საერთოდ სვეჩკავს რაც არის არა უშავს სეზონის დახურვა გურჯისტანულად აგრეთვე არის 31-ში კიდევ ერთი ივენთი დაანონსებული და ის იმედია ის მაინც ჩაივლის წესიერად ეს არის სანტების რეიდი ეგრეთ წოდებული ბაიკერები იქნებიან სანტების ფორმებში და თუ შენიშნავთ თბილისის ქუჩებში ასეთ ხალხს არ გაგიკვირდეთ უბრალოდ 31-ში ყოველთვის ვარ ხოლმე სახლში და მე აღარ ვაპირებ იმ ივენთზე დასწრებას ასე რომ ვთქვათ. ვაფუქსავა რა, ეს ხოდა ღია და შემომაყრა ცხელი ისე. იმას კი ვერ ხვდებია რომ უკან კაცი უდგას. არ გამოვედი მეგობრებო ამ მარაზმის მონაწილე არ მინდა ვიყო. გაული ჩემს მეგობარს ბიჭებიც შემოგვიერთებიან მოგვიანებით და ჩვენი ბანდა ის 6-7 კაცი ცალკე ვისეირნებთ და გავატარებთ დროს. აი გაუარე გიორგის ბიჭებიც მორჩნენ იმ სულელობას. გიოს MT9 ისვენებს დროებით მანამდე კი Honda ნავი თავარ ნაძვის ხესთან არიან ბიჭები გაულით და ერთად ადამიანურად კულტურულად გავისეირნებთ თან მაინტერესებს ის საოცრება მთელი ქვეყანა რომ დასცინის თბილისის ნაძვის ხეს როგორ გამოიყურება ჯერ არ მინახავს აი ძმაო მისაბაძი ადამიანი ზოგი რო იძახის სკუტერი მყავს მაო რაში მჭირდება კარგი ჩაფხუტი და ძვირიანი ეკიპირება რევითის $500 ქურთუკი შლემი ბელის ორიგინალი აი აქ არიან და ამ დროს Honda ნავიზეზის ეს რა არის არ მეგონა დღეს თუ რაიმე გამაკვირვებდა კიდე მანქანების რაღაც შეკრება ჯინო ფერედა რა მანქანების შეკრება რაღაცა გონკაუბეთი რაღაც აი სხვას კაი ფულის გათეთრება როგორ გამოიყურება უნდა ვნახო ახლოდ სიტყვები არ მყოფნის ეს რა არის ეს შიგნი ალმატურები და რკინები მაინც არ ჩანდეს ისე შეეფუთათ გაკუცული ნაძვის ხე სხვა კაი სიტუაცია კაი ჩვენებურად წყობრში ლამაზად
გავისეირნებთ ახლა თბილისის ზღვაზე რაღაც შეკრება ყოფილა, არ ვიცი რა ხდება. გავიდეთ, ნახოთ. ჩემი ბიჭები. ოჰო, ცოტა ექსტრემალური დაშვება. არაფერიც არ ხდება, უბრალოდ შეკრებილები არიან, ერთობიან მაიმუნობენ. წინა საახარწლოდ. ვიდიგიო? აბა. ჩვენი საერთნობაც დასასრულს მიუახლოვდა უკვე. და რა თქმა უნდა დღის ლოგიკური დასასრული. ესე იგი ამ ეპიზოდს ახალი წლის წინა დღეს უწევს პირდაპირ გამოსვლა. არ მინდა ბანალურად რომ მოგილოცოთ, ამიტომ ერთს გეტყვით. ჯანმრთელობას და იღბალს გისურვებთ. დანარჩენი კი უკვე თქვენზეა. აბადროებით. მაგარია ვერ. აბა ჰე